აჭარის მაღალმთიანეთში სტაციონარული მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და მშობიარობა ფასიანი გახდა. ადგილობრივთა განცხადებით, სამედიცინო კორპორაცია ევექსი საყოველთაო დაზღვევის რამდენიმე კომპონენტიდან გავიდა. კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში მონაწილეობა ევექსისთვის მომგებიანი აღარ არის. კორპორაციას ამ გადაწყვეტილება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა. სტუდიაში სტუმრად გვყავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვეთმეთ დრო, შეკითხვით ცოტა მოგვიანებით აგებრუნდებით და მოგმართავთ. მანამდე კი ნათია მინდა ჩაგვერთოს თოიძე პირდაპირ ეთერში ხოლოდა. ნათია, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობის ამაკა უკვე მეორე დღე არის ქედისა და შუახევის მოსახლეობა რაიონულ საავადმყოფოებში ვეღარ ახერხებენ მიიღონ უფასო სამედიცინო მომსახურება. საქმე ეხება გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებას, ასევე გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, მშობიარობას და საკეისრო კვეთას. რაც შეეხება ხულოს, რომლის რაიონულ საავადმყოფოსთანაც ახლა მე ვიმყოფები, აქ ყველა ეს მომსახურება ფასიანი გახდა. კორპორაცია ევექსმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 39 სამედიცინო პუნქტს ფლობს, ეს მომსახურებები შეაჩერა. მე ახლა ხელთ მაქვს სია, კლინიკების ის სია, სადაც 2015 წლის 25 აპრილიდან გამოვიდნენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტებიდან. ანუ უფასო მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ ჩემს მიერ უკვე ჩამოთვლილი მომსახურებებით თერჯოლის, ტყიბულის, ხონის, ქედის, შუახევის, ხულოს, თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონებში. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ამ ინფორმაციის გავრცელებამ აქ სამივე მუნიციპალიტეტში ხალხის აღშფოთება გამოიწვია, ისინი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის გამო მოდით ნახოთ სიუჟეტს. ევექსის მიერ საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია პაციენტებს წინასწარ არ ჰქონდათ. ახალი ამბავი მათ საავადმყოფოში გაიგეს. ხულოში მცხოვრებმა სალომე მელაძემ 25 აპრილს იმშობიარა. დღეს მას მშობიარობის საფასური არ აუნაზღაურეს და 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს. რისის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელმაც გუშინ იმშობიარა. უსახსრობის გამო საავადმყოფოში მომსახურების მიღება სხვა პაციენტებმაც ვეღარ შეძლეს. ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის, არ ვიცოდით თუ ფასიანი იყო და მოულოდნელი აღმოჩნდა. უცბად მოვედი და მითხრეს, რომ ფასიანი იყო. მოვედი ეხო მაგ გადასაღები თავი მაგ დარტყმული და არ მაქვს ფული ვერ გედევიღე ეხო. არ მაქვს მე მაგის საშუალება და მაგის შესაძლებლობა. მე ვარ ღორჯუმის სოფელში ვცხოვრობ. იქ დახმარება ჩვენთან არ არის, პოლუსი ჩვენთან არ არის და მიღება ჩვენთან და დამხმარი ვინმე არ არის. მილიცია მოვიდა მე და ახსნა განმარტება მართავს სიდან გადმოვარდი. რატომ გადმოვარდი? იმიტომ გადმოვარდი, ღმერთმა დიმიწერა გადმოვარდი. მშობიარე მოვიყვანი 25 რიცხვში, მთელი 9 თვე მეუბნებოდნენ ვაუჩერი მქონდა და უფასოდ გეკუთვნებათ მშობიარობაო. დღეს მთხოვენ ფულს გაწერის დღეს 500 ლარს. არანაირი საშუალება არ მაქვს რომ გადავიხადო ფული და გავიყვანო შვილიშვილი. კორპორაცია ევექსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაციენტებს ამ გადაწყვეტილებით პრობლემები არ შეექმნებათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ საკითხის მოგვარებაში მედიაციის სამსახური ჩაერთვება. შემოჩნდა მედიაციის სამსახური, ჩვენ მათთან ერთად ჩავერთვებთ იმ პრობლემის გადაწყვეტას, შევეცდებით, რომ ამ ადამიანებისათვის ნაკლებად საზიანო აღმოჩნდეს ის ქმედებები, რაც განახორციელა ამ შემთხვევაში ევექსმა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურებს სრული მობილიზაციით მუშაობა დაევალათ და საჭიროების შემთხვევაში ისინი პაციენტებს მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაუბრკოლებლად გადაიყვანენ. სიტუაცია როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ მძაფრად დადგა, რადგან ხულოს რაიონის სოფლები რაიონულ ცენტრთან საკმაოდ დაშორებულია. აქ მაშინაც კი, როდესაც მომსახურება უფასო იყო და აქ საყოველთაო დაზღვევა მოქმედებდა, ამ ადამიანებს უჭირდათ სოფლებიდან ჩამოსვლა. ახლა კი როგორც ირკვევა, პაციენტები მაღალმთიანი აჭარიდან პირდაპირ ბათუმში უნდა წაიყვანონ უფასო მომსახურებისთვის, რადგან აქ მდებარე კლინიკები მათ ვეღარ მოემსახურება. ჩემთან ერთად ახლა იმყოფებიან ხულოელები. ისინი ხვალ რაიონულ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ და მათ გადაწყვიტეს, რომ დღეს საკუთარი პოზიცია, საკუთარი პროტესტი გამოხატონ 20:30-ის ეთერში. მე მოგესალმები თქვენ. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, რამ გამოიწვია ეს თქვენი პროტესტი? თქვენ ვეღარ შეძლებთ მკურნალობის ჩატარებას რაიონულ საავადმყოფოში. ცხადია, ჯერ ვესალმები საქართველოს ამ ტელევიზიას. დიდი მადლობა რომ ჩამოგზანდით და გამოვიყენებ ამ ეთერს
და მოგახსენებთ ხალხის სახელით, რომ ჩვენი ხალხი ძალიან კაც კლიმატურ პირობებში ცხოვრობს. რაიონის ცენტრიდან დაშორებულია 60 კილომეტრით ხაზირის მხარე, აქეთ 50 კილომეტრით. არ შეუძლია ჩვენ მოსახლეობას ზამთრის პირობები უნდა გავითვალისწინოთ, მერე მისი ეკონომიური პირობები უნდა გავითვალისწინოთ და უფასოდ უნდა დარჩეს აქ ჩვენთან ეს საავადმყოფოს გაყოფილება და უნდა გადავიდეს სახელმწიფო ხარჯზე. აი ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა ეს არის, საქართველოს არ უჭირს მაგისა, არც ხელისუფლებას, არ არიან ისე უნიათო, აგერ ჩვენი ხელისუფლების ხალხი ახალგაზრდები არიან, შეუძლიათ ამას მოთხოვნა და დაყენება და ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, ეგ არ ვიცი რა კომპანია არის, მაგას მე ვერ ვიგეთ, ერვერსია თუ ვიღაცა, ასე რომ გადაწყვიტა და ჩვენ მოგვიქნია, ეს არის ტრადიციული რაიონი, არ შეიძლება ამ რაიონის ასე უყურადღებოდ დატოვება. გასაგებია თქვენი პოზიცია. ვიდრე სტუდიიდან კითხვებს დასვამდეთ. დიახ. კი ბატონო, თუ გსურს რამის დამატება გისმენთ, ძალიან მოკლედ შეიძლება. ბაკა, უბრალოდ ჩვენთან ერთად ახლა იმყოფება პაციენტი, რომელიც პირდაპირ საავადმყოფოდან ჩამობრძანდა და უბრალოდ არ მინდა რომ აქ დიდხანს გავაჩერო. თუ შეიძლება ერთი წუთი ჩემთან ახლოს მოიწიეთ. თქვენ როგორც მე მითხარით, თქვენ ხშირად გიწევთ საავადმყოფოში სამკურნალოდ მობრძანებად. როდესაც აქ ყველაფერი ფასიანი გახდება, თქვენ შეძლებთ კიდევ მკურნალობის მიღებას. ვერავითარ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლოთ ახმოსლას. ჩვენ ვითხოვთ რაიონის საავადმყოფო, როგორც მემსახურებოდა უფასოდ, ისე მოგვემსახუროს. მე ადრე შემოსული ვარ აქა და თორემ ფასიანიზე ყოფილიყო, მაგას ვერ შემოვდოდი აქა. მე საერთო სოფლის სახელით ვლაპარაკობ, მაგრამ მთიან სოფლების სახელით ვლაპარაკობ. მე ოჯახში ავადმყოფი მყავს, მწოლიარე ავადმყოფი. მარტო მე რომ ვიყო, კიდევ კაი ჩემ თავს უშველო, მაგრამ ამ ოჯახში როცა ორი ავადმყოფი და სამია, მაგას რა იშველება. ფასი არ მოვა. არ გაქვთ ფინანსური საშუალება, რატომ ვერ შეძლებთ? არ გვაქვს ფინანსური დახმარება, შეძლება მაგისი რომ ჩვენ მარტო 150 მანat პენსიის ვერ განმოარგოთ. მე 7 დღე ისმენთ მაგა ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, ნათია შენ განაცხადე რომ როდესაც აქ მომსახურება ფასიანი გახდება. ფასიანი გახდება თუ ფასიანი გახდა, რომ დაგვეკონკრეტო. ფასიანი უკვე არის უბრალოდ ამ პაციენტს, რომელიც ახლა პალატიდან ჩამობრძანდა იმის გამო, რომ საავადმყოფოში მანამდე შემოვიდა, ვიდრე აქ ფასიანი გახდებოდა, მას არ უწევს, ეს იშვიათი გამონაკლისი არის ახლა ამ კლინიკაში, ვისაც უთხრეს, რომ მას არ მოუწევს იმ თანხის გადახდა, რა მკურნალობაც აქ. კი ბატონო, ნათია მოუწევს თუ არა სხვა დანარჩენ პაციენტებს თანხის გადახდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბატონ ზაზე სოფრომაძეს, რომელიც ახლა სტუდიაში იმყოფება, მოგვიანებით შეკითხვებს დავუსვამთ რამდენიმე წამში, მანამდე ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ევექსის დირექტორს, რომელიც ახლა განმარტავს თუ რატომ მიიღო განსაკუთრებით პრობლემურ რაიონებში ფასიანი სამედიცინო მომსახურების დანერგვის გადაწყვეტილება. საყოველთაო ჯანდაცვის ზოგადად სტრატეგიულად ჩვენ უარს არ ვაცხადებთ და არ ვამბობთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენი დღეს ამ წუთის მდგომარეობითაც კი ჩვენი 40-ვე საავადმყოფო ქვეყანაში ამ პროგრამაში ჩართულია. უბრალოდ ხორციელდება სერვისების გადაწყობა, გადალაგება, რაც არის გამოწვეული მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოებისთვის და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისდევებისთვის. ამ გადალაგების შედეგად და სერვისების გადაწყობის შედეგად გაცილებით უფრო თრულად ეფექტურად, რასთავარი ხარისხიანად და ურისკოდ იქნება შესაძლებელი პაციენტებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. ბრუნდებით სტუდიაში ბატონო ზაზა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ, რომ სერვისების გადალაგება, გადაწყობა, ასეთია განმარტება და არ გამხდარა ფასიანი, ხო? მე მგონი სწორად მოვისმინე კომენტარი. საინტერესოა, რაზე საუბრობენ ეს შემთხვევაში ჩვენი რესპონდენტები ხულოდან? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, რადგანაც მართლაც აუცილებელია ალბათ შესაბამისი განმარტებების გაკეთება, რადგან არასწორი ინტერპრეტაციებს არ ქონდეს ადგილი. მე ყურადღებით უსმენდი ახლა პაციენტებს, სიმართლე გითხრათ ვერ დავიჭირე ის მომენტი, როდესაც უშუალოდ ვინმეს თანხა გადაახტევინეს. ერთ-ერთ ქალბატონს მოსთხოვეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გადაახტევინეს. ასევე მეორე, ამიტომ აქვე მინდა განვაცხადო, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მათ ეს მომსახურება, ეს სერვისები რაღაც გარკვეულ ნაწილში, დიდ ნაწილში უფასო აქვთ, მათ ასევე დარჩებათ ამ ტიპის მომსახურება უფასო. ამას ადასტურებს ევექსიც, ჩვენ გქონდა მათთან კონსულტაციები და როგორც თქვენს ეთერში გაისმა, იგივე გაიმეორეს ჩვენთანაც, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ევექსი გადის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, საუბარია უბრალოდ სერვისების გადაწყობაზე და რაში მდგომარეობს ახლა ეს მე შევეცდები ცოტა უფრო დეტალურად განმარტო. დავიწყებ იმით, რომ ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახლა რაიმე დიდ საიდუმლოს არ გავამხილავთ,
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და არავის არ აქვს უფლება და მე ვიმედოვნებ, რომ არც სურვილი რაიმე ჩრდილი მიაწნოს ამ პროგრამას. ეს ეხება ყველას, ვინც ჩართულია უშუალოდ ამ პროგრამის განხორციელებაში. ეხლა რაც შეეხება ხულოს რაიონს. კიდევ ერთხელ მინდა განვარტო და განვაცხადო ასევე სრული პასუხისმგებლობით, რომ ხულოს საავადმყოფო იფუნქციონირებს უფრო მეტიც. ჩვენ დღეს ევექსის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დაპირება, რომ პირიქით გაიზრდება სიმძლავრეები ხულოს საავადმყოფოში, დაემატება იქ საწოლები, გაკეთდება აგიჭურვება მეორე საოპერაციო და პირიქით სერვისების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველივე ეს განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ეხლა რაც შეეხება სერვისების გადაწყობას. კომპანია ევექსის ხელმძღვანელობა ფიქრობს და აქვს შემოთავაზებული რომელიც უკაცრავად რომ გაწყვეტინებ დაგვიკავშირდა და განგვიმარტა რომ ფინანსური პრობლემები არაფერ შეაშერდა ეს არის მხოლოდ პაციენტის უსაფრთხოების გათვალისწინებით მიმდინარე. ისინი ფიქრობენ რომ უფრო ხშირად გამოიყენონ რეფერირების პროცესი გააქტიურონ. რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება ის რომ მართლაც რაიონულ საავადმყოფოებში მხედველობაში მაქვს ქედა, შუახევი ნაწილობრივ ხულოს რაიონიც მაღალტექნოლოგიური სერვისების, მაღალტექნოლოგიური ოპერაციების ჩატარება ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუნდაც იგივე კადრებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ პაციენტს, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რომლის შესაძლებლობაც იმ გარკვეულ მომენტში შეიძლება რაიონულ საავადმყოფოში არ იყოს, დიახ, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად პაციენტისთვის უსასყიდლოდ თვითონ კომპანია ევექსი იღებს ვალდებულებას, რომ მოახდინოს ამ პაციენტების სწრაფი გადაადგილებას უახლოეს კლინიკაში და სავარაუდოდ ეს იქნება ბათუმი და შესაბამისად დარჩება ხულოს საავადმყოფოც, რათა იქ ჩატარდეს გადაუდებელი სამედიცინო манипуляციები ან მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. ეს ყველაფერი გასაგებია და მისაღები და გასათვალისწინებელი, თუმცა მე ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა ბედიელით იმ პაციენტებს, ვინც თქვათ ამ დროისთვის თუნდაც ჩართვაში მონაწილეობდნენ ჩვენს რესპონდენტებს. მათ დაფარავს მათ თქვათ დანახარჯს ევექსი თუ საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედი პროგრამა თუ ანუ როგორ იქნება ან რა ვადაში ან როდისთვის უნდა ელოდოს. მათ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ევექსი და მათი მომსახურება დაიფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ასე რომ მათ თანხა გადასახდელი არ ექნებათ. ამას ვამბობ ხაზგასმით. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევას ჰქონდა ადგილი და კომპანია მართლაც ვერ გაითვალისწინა ეს ან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და ადგილობრივ მენეჯმენტში არის პრობლემები და ვინმემ გადაიხადა თანხა, რომელიც არ უნდა გადაეხადა, ეს თანხა მას დაუბრუნდება. ის რომ ვინმეს უცხადებს რომ თანხა აქვს გადასახდელი და მას მოუწევს ესე იგი საკუთარი ჯიბიდან ამ თანხის ამოღება ეს სწორია. სტაციონარული მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, მშობიარობა, საკეისრო კვეთა მათ შორის არის უფასო. თუ რომელიმე პაციენტმა გადაიხადა თანხა მათ უკან დაუბრუნდებათ და მათ ვისაც ჰქონდათ გადასახდელი, ასეც მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი საუბრობდა, მას აღარ მოუწევს ამ თანხის გადახდა. ესაც გახლავთ. კი ბატონო. ნათია, თოიძე თუ შეიძლება დამიბრუნეთ პირდაპირ ეთერში. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ? კი, მე ხა უსმენდი მინისტრის მოადგილეს, მაგრამ სამწუხაროდ აქ არის ასეთი ფაქტები, რომ მაგალითად მშობიარე გოგონას ოჯახის წევრებს მოსთხოვეს, სიუჟეტშიც იყო ამაზე საუბარი, თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბავშვს არ ატანდნენ. ხვალ ჩვენ მოვიკითხავთ, როგორ გაგრძელდა ეს ისტორია, თუმცა მანამდე ჩვენი გადაცემის დასრულებამდე ჩვენ ამ კითხვით მივმართავთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელსაც. მანამდე კიდევ მე ისე ხულოელებს დაუბრუნდები, მათ ძალიან აწუხებთ განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში ურთულეს პირობებში, როდესაც აქ ზამთარში ფაქტიურად გადაადგილება შეუძლებელია, მათ აწუხებთ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, როგორ უნდა ჩაიყვანონ პაციენტი ბათუმში. თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ მოახერხებთ ვერანაირად რომ ბათუმამდე მიიყვანოს პაციენტი? მოგესალმებით ხულოს მაღალმთიან ხულოს რაიონიდან საქართველოს მოსახლეობას. ამასთანავე უნდა გაითვალისწინონ, ხულო არის ზღვისტონიდან მაღალ სიმაღლეზე, ზამთრობით აქ ძალიან მკაცრი ზამთარია. ეს მკაცრი ზამთარი ჯერ ერთი რომ სოფლიდან ვერ მოდის, ვერ მოყავანავად მყოფი და ის კიდე დაემატა იმას, რომ სოფლიდან ბათუმში გადაიყვანა, ეს ყოველას შეუძლებელია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გაიაზროს და მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მაღალმთიან რაიონის შეუნარჩუნოს სიცოცხლე, მოსახლეობას.
თორე ეს არის პირდაპირ სიკვდილი, აქ საავადმყოფოს ან გაუქმება, ამ ფასიანზე გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სოფლიდან 50 კილომეტრიდან მან ჩამოვიდეს აქ ზამთრობით ან ზაფხულობით და პრობლემაში ეთმნება ჩვენს მოსახლეობას. ნათია, ძალიან დიდი ბოდიში მე იმედი მაქვს შენს რესპონდენტებს ესმის ჩვენი ხმა, ანუ სტუდიაში საუბრის ხმა. ბატონ ზაზას სურს კომენტარის გაკეთება, ბატონ ზაზა შეგიძლიათ უპასუხოთ. იცით რა, აბსოლუტურად სწორად ძანებს ბატონი, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ პრობლემები იქნება, როდესაც ხულოდან თქვა საჭირო გახდება პაციენტის გადაყვანა ბათუმში, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში. ეს ასე არ მოხდება, გარწმუნებთ. სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, რომ აკვეთოს მსგავსი ტიპის გადაცვლები, ასე ვთქვათ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხულოს საავადმყოფოს პროფილი შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ეს დაპირება მიღებული გვაქვს კორპორაცია ევექსიდან. ამასთანავე იმასაც განვარტავ და შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, არსებობს გარკვეული ბერკეტები, გარკვეული გამოსავალიც, თუმცა ვიმედობრებ, რომ აქამდე საქმე არ მივა. მე მხედველობაში მაქვს რა ტიპის ბერკეტები აქვს? ყოველი შემთხვევისთვის რომ ვიცოდეთ ბატონო. არსებობს გარკვეული ხელშეკრულება ევექსსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ავალდებულებს ორივე მხარეს გარკვეული პირობების დაცვისათვის. მაშინ უნებრივად ჩნდება შეკითხვა, რატომ მოხდა ეს გარკვეული წყვეტა, რაზეც რამდენიმე წუთის წინ საუბრობდნენ რესპონდენტები. არა, ჯერჯერობით მე როგორც ინფორმაცია მაქვს და ესე იგი სხვა, ასე ვთქვათ, საპირისპირო აზრიც არ მისმის, აქ საუბარია უბრალოდ დანაზღაურების წესზე, თორემ ხულოს საავადმყოფო ფუნქციონირებს და ჯერჯერობით პაციენტებს კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ ადგილობრივ მენეჯმენტში რაიმე პრობლემებია, ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ევექსის ხელმძღვანელობა. ჩვენ გვქონდა უკვე კონსულტაციები ამის თაობაზე და დაპირება მიღებული გვაქვს. შესაბამისად თქვენი პასუხი არის ის, რომ რესპონდენტებს და პაციენტებს პირველ რიგში, რომლებიც ჩვენ რამდენიმე წუთის წინ გვერდებოდნენ, აუნაზღაურდებათ ის მომსახურება, თუ მათ გადახდილიათ, რაც არ უნდა გადაეხადათ, ამ თანხას აანაზღაურებს კორპორაცია. კი ბატონო, ნათია უკაცრავად თქვენთან ერთად. მაშინ კიდევ ერთი გისმენთ. ერთი ინფორმაცია მივაწოდო, მე დღეს ვესაუბრე საავადმყოფოს ხელმძღვანელ პირებს, მათ სამწუხაროდ ეთერში ჩართვა არის სურვეს ჩვენთან ერთად, თუმცა მე შემიძლია ხა მათი მოწოდებული ინფორმაცია გადმოგცეთ. საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა მითხრეს ასეთი რამ, თუ ხულოს რაიონში დაფიქსირდება მშობიარობის ფაქტი, ანუ გოგონა ვერ ასწრებს ბათუმამდე ჩაყვანას და აქ მოხდება მისი მშობიარობა, ხოლო მას შემდეგ თუ კი გაირკვევა, რომ გოგონას ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მშობიარობის თანხა აქ გადაიხადოს, ახალნამშობიარებ ქალბატონსაც თავის შვილთან ერთად ჩასვამენ რეანომობილში და გადაიყვანენ ბათუმში იმისთვის, რომ იქ მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება. თუ შეიძლება მაშინ ამაზეც გვიპასუხეთ, იმიტომ რომ აქ ასეთი ინფორმაციები ვრცელდება, ეს რამდენად ნორმალურია? მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ადგილობრივი მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, განმარტებებზე, რადგანაც თვითონ კორპორაცია ევექსიც ქსელური პრინციპით იმართება, ასე რომ ალბათ ევექსის ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს ამ განმარტებებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის სერვისები, რაც იყო ხულოს რაიონში დარჩება, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს დაინტერესდება და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში პასუხსაც მოთხოვს იმას, ვინც დამნაშავე არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განმარტებები პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს ევექსის ხელმძღვანელობას და მე ვფიქრობ, რომ ისინი უყურებენ დღევანდელ გადაცემას და გარკვეული ტიპის დასკვნებს გამოიტანებენ. დაზღვევის ფარგლებში მშობიარობა ზოგადად მაინტერესებს, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, არის თუ არა უფასო? 500 ლარის ფარგლებში ეს გახლავთ უფასო, 500 ლარის ვაუჩერი ეძლევა ყველა ორსულს. კი ბატონო, ნათია უკაცრავად ევექსის მოდი კიდე ერთ განმარტებას გავაკეთებ, მინდა უბრალოდ დავამშვიდო ადგილობრივი მოსახლეობა და ვაუწყო მას ისიც, რომ თვითონ აჭარის ხელისუფლება არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. მე ვიცი, რომ ისინი ყოველდღიურ კონსულტაციების რეჟიმში არიან და დაველოდოთ უახლოეს პერიოდს, როდესაც ეს პრობლემები, რადგან ახლა არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად გადაიჭირება. ბატონო ზაზა, მე ხლა პროდიუსერმა მაცნობა, რომ 25 მაისიდან ყველანაირი მომსახურება ადგილობრივებს აუნაზღაურდებათ, ამის შესახებ ევექსის ხელმძღვანელობა აცხადებს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, 25 მაისამდე გაწეული სამედიცინო მომსახურება, ვთქვათ, აუნაზღაურდებათ თუ მხოლოდ 25 მაისის შემდეგ გაწეული სამედიცინო? საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაწეული ყველა მომსახურება
იქნება უფასო მოსახლეობისათვის. ეს შეიძლება ხაზგასმით განაცხადა. კი ბატონო, ნათია, მე რამდენადაც ვიცი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ბესიკ ბოჭძე იმყოფება, ბაუჩაძე იმყოფება შენთან ერთად, თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში რომ ჩართო და მისცე მას კომენტარის გაკეთების საშუალება. ბატონ ბესიკ ბაუჩაძეს ვთხოვთ ახლა პირდაპირ ეთერში და მე მას მინდა ის კითხვა დაუსვა. მე როგორც ვიცი ბატონ ბესიკსაც აქვს ეს ინფორმაცია, რომ რაიონულ საავადმყოფოში უკვე მყოფი პაციენტების ოჯახებს მოსთხოვეს გადახდა იმ თანხის, მომსახურების თანხის და მე როგორც ვიცი თქვენ რაღაც გარკვეული პროგრამაც შეიმუშავეთ ამ ადამიანებისთვის. თუ შეიძლება რომ ჩვენს მაყურებელს მიაწოდოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მე მინდა გითხრათ რომ ინფორმაცია რომელიც ჩვენთან მოვიდა 20 რიცხვში უნიმედ აჭარის დირექტორის მიერ ხელმოწერილი ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ხულოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს აქვე აღნიშნეს მოქალაქეებმა ის კრიტერიუმები რა კრიტერიუმებითაც ისინი მსჯელობენ ანუ რეგიონალურ ცენტრალურ ჰოსპიტალებთან დაშორება და 60 წუთიანი ტრანსპორტირება რომელიც უსაფრთხო შესაძლებელია მოხდეს ეს არ არის ფაქტობრივად ხულოს მუნიციპალიტეტისთვის შესაბამისი კრიტერიუმი ფაქტობრივად აქედან 2 საათი ჭირდება ტრანსპორტირების მოდელო ტრანსპორტ გადაადგილებას ცენტრალურ რეგიონულ ჰოსპიტალებში, ამიტომ ფაქტობრივად აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე თვითად დააწვება მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ აჭარის მთავრობა, შესაბამისად მიდის მოლაპარაკება, ვფიქრობთ მიიღება დადებითი გადაწყვეტილება. ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიკლინიკას ყავს მაღალი ხარისხის პროფესიონალი კადრები, პირიქით უნდა გაძლიერდეს ჩემის აზრით სამედიცინო მომსახურების სერვისები მაღალმთიან აჭარაში და განსაკუთრებით ხულოს მუნიციპალიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ რომ ის პაციენტები რომლებმაც ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ მიიღეს მომსახურება სამედიცინო მათ ეს თვითად არ დააწუდება ეს გადასახადი დანარჩენ შემთხვევაში სხვა შემთხვევებშიც უკვე გადაწყვეტილებას ველოდებით რომ დროულად იქნება მიღებული და იგივე მომსახურება იგივე ფორმით გაგრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტის კი ბატონო ასეთია მოკლედ ხულოს რაიონში სიტუაცია ხვალ როგორც უკვე გითხარით ხულოს რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 11 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს ხულოს რაიონულ საავადმყოფოსთან. ძალიან დიდი მადლობა ნათია თოიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში მე ხვალ აუცილებლად მოვიკითხავ ამ თემას და ამასთან დაკავშირებით ასევე დაინტერესდებით თუ რა განმარტებას გააკეთებს ჰოსპიტალში მომსახურე პერსონალი მანამდე მაინტერესებს ბატონოზე ზაგაქვთ თუ არა გეგმა როგორ დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ან თუნდაც რატომ არ იყო ინფორმირებული ადგილობრივი მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების შესახებ რის შედეგადაც თქვათ გარკვეულწილად დროებით თუნდაც 25 მაისამდე შევუფერხდათ ასე თქვათ სამედიცინო მომსახურება ადგილობრივებს ერთი რამ კიდევ მინდა აღნიშნო ეს გახლავთ სამწუხაროდ ესეთი ფაქტები როდესაც ხდება ეს გახლავთ გამოძახილი იმ მალნე ესე ვთქვათ და მახინჯი პრივატიზაციისა რაც მთლიანად ჯანდაცვის სექტორში განხორციელდა. ეხლა ალბათ დამეთანხმება სულ რომ სახელმწიფოს რომ კონდეს რაიმე უშუალო ბერკეტები და ალტერნატივა თქვათ ამ რაიონში იგივე ხულოს რაიონში ასევე სხვა რაიონებში აქ არ აქვს მნიშვნელობა რომელი რაიონი იქნება მაშინ მსგავსი პრობლემები ნაკლებად წარმოიშობოდა და საერთოდ არ იარსებდა. სამწუხაროდ მთელ რიგ რაიონებში სადაც ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება ერთადერთი სტაციონარია ისინი არიან კერძო სტრუქტურების საკუთრებაში თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო არ ღებულობდეს ზომებს მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ გახსოვთ როდესაც უახლოეს წარსულში მაღალმთიან რაიონებში და ესეთი რაიონი გახდათ 9 როდესაც დადგა სერვისების შემცირების საშიშროება სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება ამ კლინიკების სამედიცინო ცენტრების გამოსყიდვის შესახებ და ეს წარმატებით განხორციელდა დამთავრდა ეხლა სულ ახლა. კი ბატონო მაინტერესებს ამ შემთხვევაში ექვსის მსგავსად სხვა რომელიმე კომპანიები თუნდაც დროებით მომსახურებაზე უარს ხომ არ აცხადებს. ჯერჯერობით მსგავსი ფაქტები არ არის. კი ბატონო და ბოლო შეკითხვა რა არის მთავარი მიზეზი რის გამოც ეს კომპანიები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ რას ასახელებენ ისინი მიზეზს თვითონ ისინი მიზეზად ასახელებენ იმას რომ არამომგებიანი გახლავთ ეს მომსახურება ეს ბიზნესი მათთვის და ბუნებრივია არამომგებიანი ბიზნესი მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ სწორედ ამიტომ ერთვება სამართლებრივი მექანიზმები და მე ვფიქრობ ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება. და ბოლო შემაჯამებელი ის ადამიანები რომლებიც ახლა თუნდაც ხულოდან ან თქვა სხვა რეგიონიდან აგვიყურებენ რომელსაც ანალოგიური პრობლემები აქვს. ანუ თქვენ აცხადებთ პასუხისმგებლობით რომ მათ აუნაწყაურდებათ ის სამედიცინო მომსახურება რაშიც ან გადაიხადეს თანხა მე არ მგონია მსგავსი პრობლემები სხვა რაიონებში თვითონ უბრალოდ ხულოს რაიონი მართლაც დღეისათვის რაღაც გამონაკლისი გახლავთ
და კიდევ ერთხელ აცხადებ, საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რეგიონში არ ყოფილა. ჯერჯერობით მსგავსი პრობლემები ჩვენ ვერ ხედავთ. თვითონ ევექსის ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ 59-ვე სამეცნიერო დაწესებულება რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებლად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მიღებული ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რჩება საყოველთაო ჯანდაცვის განმახორციელებლად, თუმცა ამავდროულად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არიან ადამიანები, ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდებოდნენ და რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მოთხოვეს უფასო მომსახურებაზე გადახდა. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? მენეჯმენტის პრობლემებთან აქვს საქმე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაიხადეს. სწორედ ამიტომ დროზე უნდა მიიღოს ზომები ევექსის ხელმძღვანელობამ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც სრული პასუხისმგებლობით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გაწეული მომსახურება არის და იქნება აბსოლუტურად და მათ ვინც გადაიხადეს აუცილებლად სამართლებრივი გზით დაუბრუნდებათ ეს თანხა. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ზაზა სოფრომაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ზაზა. ეს ოფცი 30-ია. მე მაკაცინცაძე ვარ და ხვალ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით. ბედნიერ ღამეს გისურვებთ.